შევდივარ ისევ იგივე საიტზე. ანუ ფოტოების რედაქტირება ვნახეთ, მეორე გადავდივართ კოლაჟზე, კოლაჟი. აქ შეგიძლიათ კოლაჟი აირჩიოთ, რომელიც გინდათ ის, უამრავი ნაირსახეობა. ჩადგეთ შიგნით და დაამატოთ სურათები. აი დავამატებ სურათებს ახლა, პლუს ერთი სურათი ეს იყოს დაუშვათ. შემიძლია მივწიო, მოვწიო საითაც მინდა. მეორე სურათი დავაწყაბებ და გამიხსნის. მეორე სურათს ჩავსვამ. მესამე სურათს ჩავსვამ. ამასაც მივწევ როგორც მინდა გავასწორებ და შემდეგ სურათს ჩავსვამ. სურათები და სტრიქონები ნიშნავს სურათების რაოდენობას. ეხლა ნახეთ, შემიძლია აქ სიგანე გავზარდო. გავწიო გვერდზე. ატყობთ ხო, როგორ შემიძლია ესენი შევცვალო. ფერები უკანა ფონისა შევცვალო. შემდეგ მომრგვალება შევცვალო. აი, გვერდები მოუმრგვალდა. ასე შემიძლია გავაგანიერო ან შევცვალო ეს. რაც მინდა რომ გამოჩნდეს კარგად. ზომაც აქ არის და გადავდივართ ახლა შემდეგზე. ბექგრაუნდი. ეს განლაგება, ახლა ბექგრაუნდზე გადავდივართ. რანაირი ბექგრაუნდიც გინდათ, იმნაირს აირჩევთ. შემდეგ შეგიძლიათ ტექსტი დაადოთ. წეღანდელებით რაც გინდათ და კლიპარტიც დაამატოთ. დავამუშავე ეს სურათიც, ამის შემდეგ დავაწყაბებ saves, შევინახავ, ჩამოვტვირთავ და იგივენაირად შეგიძლიათ გააზიაროთ ერთ-ერთი.